მოგესალმებით, ტელეკომპანია ბორჯომის ეთერშია დღის ქრონიკა. ახალ ამბებს მე მაია მამასტარაშვილი გაგაცნობთ. ბაკურიანში დღეს ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. გიორგი კვირიკაშვილი მიტარფში და დიდველზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ინფრასტრუქტურული პროექტები დაბაში სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობით ხორციელდება. სამთო ციგა ბაკურიანში დღეს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. დიდველის ტერიტორიაზე სამთო სათხილამურო კურორტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი ტობოგანი ამოქმედდა. მთის ციგის სასრიალო ტრასის სიგრძე 960 მეტრია. პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულება 3 მილიონი ლარია. მშენებლობა სლოვაკურმა კომპანიამ აწარმოა. სამთო ციგა, რომელიც როგორც ზაფხულის ისე ზამთრის ატრაქციონი იქნება, თქვენ ნახეთ ალბათ უკვე რამხელა დაინტერესება ტურისტებში, ყველაფერი ეს იმისთვის კეთდება, რომ ადგილობრივმა ოჯახურმა სასტუმროებმა და მცირე საწარმოებმა მეტი შემოსავალი ნახონ და რა თქმა უნდა ეს იქნება ტურიზმისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და მოიბავს ბორჯომის სასტუმროებსაც, იმიტომ რომ ბორჯომის სასტუმროებიდან დანიშნული იქნება უფასო შატლი, ავტობუსი, რომელიც ამოიყვანს ტურისტებს როგორც ზამთრის ისევე ზაფხულის სეზონზე. ბაკურიანის სტუმრებმა ახალი ატრაქციონით დღეს უკვე ისარგებლეს. პირველად ამოვედი ბავშვები ამოვიყვანეთ და თვითონ რო დაждდნენ ერთი სამჯერ მერე გავრისკე მარტო დაждდომა მანამდე ვერა მართლა მთელი გზა ვკიოდი თვალი არ გამიხელია და გული მქონდა ამოვარდნებს და მარტო დედიკოს ყვიროდი მეტი არაფერი და შეგრძნება ძალიან მაგარი რა ვიცი ძალიან მაგარი. დიდველის პარალელურად ბაკურიანში მიტარბის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაც, რაც დაბაში 4 სეზონურ სამთო კურორტის განვითარებას გულისხმობს. ასევე იგეგმება მიტარბის დასახლების განვითარების 10-15 წლიანი გეგმის მომზადებაც. ვითარდება კოხტა მიტარბის მიმართულება ძალიან სერიოზულად. კოხტაზე უკვე დამონტაჟდა საბაგიროები, მიტარბის მხარეს სრულდება და წელს სეზონისთვის იქნება დასრულებული. ეს მთლიანად ერთ კომპლექსად იკვრება შემაერთებელი საბაგიროს მეშვეობით და კეთდება მართლაც უნიკალური, ძალიან ლამაზ ბუნების ლანდშაფტში ჩაფლული სათხილამურო ტრასები, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ალბათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში. უახლოეს მომავალში დაიწყება ბიატლონის ტრასის პროექტირება და აგრეთვე ტრამპლინის ინფრასტრუქტურის შენებლობა. ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება მიტარფში 2016 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ბაკურიანის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ბორჯომის ცენტრალურ პარკს ესტუმრა. გიორგი კვირიკაშვილმა სტიქიისგან დაზიანებული პარკი დაათვალიერა. პარკში შესვლა დღეიდან ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეუძლია. პარკი სტიქიის შედეგად სერიოზულად დაზარალდა. აქ იყო რამდენიმე ტიპის პრობლემა, იყო წაქცეული ხეები, იყო ჩამოტანილი ნატანი, უხუნალექის შედეგად იყო, ასე ვთქვათ, ქარის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურა, როგორც თქვენ ხედავთ, დღეს ამ სტიქიის კვალი აღარ არის. ძალიან ოპერატიულად იმუშავა როგორც გამგეობამ, ისე პარკის ადმინისტრაციამ, ისე სამხარეო ადმინისტრაციამ. ძალიან ოპერატიულად მოხდა ყველა ძალის მობილიზება, ყველა რესურსის მობილიზება. პირველივე საათებიდანვე იყო დაწყებული სალიკვიდაციო სამუშაოები, შესაბამისად, როგორც ხედავთ, დღეს ბორჯომის პარკი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და ძალიან სასიხარულოა, რომ ღია არის და ხელმისაწვდომია დამსვენებლებისთვის. მეორე დღეს რო სტიქიის გაიხსნა პარკის ნაწილი, ხოლო დღეს სრულად გაიხსნა, გაიწმინდა ტერიტორია, შეიცვალა სანათები და მოწესრიგდა ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა სტუმრების დასახვედრად. რაც შეეხება ზარალს, დაახლოებით 300,000 ლარამდეა ზარალი მრავალბინიანი სახლების, სახურავების და კერძო ბინების. რაც შეეხება პარკის ინფრასტრუქტურას, ეს ითვლება და ძალიან მალე გვეცოდინება ამის შესახებ. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს ბორჯომში. სკანიას მარკის სატვირთო მანქანის მძღოლმა სავარაუდოდ საჭევერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის 125 მუხლის დარღვევის გამო მძღოლს ჯარიმა 250 ლარის ოდენობით დაეკისრა. ადგილზე მისულ ჩვენს გადამღებ ჯგუფს მძღოლმა გადაღებაში ხელი შეუშალა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაში კი პატრულის თანამშრომლებმა და იქ მყოფებმა შეუშალეს ხელი.
გაგზავნებით თქვენ? აი ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, უკაცრავად რა, მაგრამ ნერვები დაიოყოს. არა, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარჩინებული მოსწავლეების სია გამოაქვეყნა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ოქროსა და ვერცხლის მედლებს სკოლის 22 კურსდამთავრებული მიიღებს. წარჩინებულ მოსწავლეებს კუთვნილ მედლებს უახლოეს მომავალში გადასცემენ. სკოლის წარჩინებით დასრულება და ოქროს მედლის მიღება ჩემთვის გამოწვევა იყო. აცხადებს ნომერ 3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ტაბატაძე. ყველაზე მეტად მიზნის მიღწევაში წიგნის სიყვარული დაეხმარა. ამბობს, რომ მიღწეული წარმატება ეამაყება. წიგნი არის ჩემი სამყარო, ზოგადად რა წიგნსაც ვკითხულობ, ყოველთვის იმ წიგნით ვცხოვრობ და ალბათ ამან გამოიწვია ის, რომ მე კარგად ვსწავლობდი სკოლაში, საინტერესო იყო ჩემთვის თუნდაც ისტორიული ნაწარმოებები, თუნდაც ის მათემატიკის ამოცანები. 3 წელი მე თვითონ ვემზადებოდი, რომ ოქროს მედალის კანდიდატი გამხდარიყავი. რა ვიცი, ჩემი აზრით ეს ბრძოლა იყო და გამოწვევა, რომ ყველა საგანში ისე მესწავლა და ნორმალური ქულები ამიღო. ჩემთვის დიდი სიამაყე იყო ჩემი მთლიანი ოჯახისთვის. მარიამ ტაბატაძე მოსწავლეებს გამოცდილებას უზიარებს. მისი განცხადებით, სწავლა და ახლის შემეცნება საინტერესო პროცესია. უნდა ისწავლონ იმიტომ, რომ შემდეგ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ, რომ თუნდაც ქვეყანას გამოადგნენ, ქვეყანას თუ არა, საკუთარ თავებს გამოადგნენ. ანუ როცა სწავლობ, შენ განა მარტო სკოლის საგნების შესახებ იძენ ინფორმაციებს, იძენ ზოგადად მთლიანი სამყაროს შესახებ ინფორმაციას და რა ვიცი, სწავლა საინტერესოა ჩემი აზრით. ბორჯომის მუნიციპალიტეტში სკოლა წარჩინებით 22 მოსწავლემ დაამთავრა. რაიონში 11 ოქროს და 11 ვერცხლის მედალოსანია. ჩვენი რაიონის მოსწავლეებმა მართლაც დაამტკიცეს, რომ ისინი ჭეშმარიტად იმსახურებენ ამ ჯილდოს. სულ გვყავს 22, 11 ოქროს მედალოსანი, 11 ვერცხლის მედალოსანი. ძირითადად ოქროს მედალოსანთა რიცხვი მოდის მესამე სკოლაში, იქ რა თქმა უნდა ვერცხლიც არის, ასევე ყავს ბაკურიანიდან, ყავს მეოთხე სკოლიდან, ყავს მეექვსე სკოლიდან, არის კერძო სკოლიდან. შედარებით გაიზარდა წარჩინებული მოსწავლეების რიცხვი. ამავე დროს სამინისტრომ ახალი წესი შეიტანა ოქროს მედლის გადაცემის საკითხში, მათ მედალთან ერთად გადაეცემა დამადასტურებელი სერტიფიკატი მამფლობისა, ეს არის ძალიან ღირსეული ჯილდო, დაფასება მოსწავლის მიერ გაწეული შრომისა, საქმიანობისა. წარჩინებულ მოსწავლეებს კუთვნილი მედლები უახლოეს მომავალში გადაეცემათ. ახლა კი ვნახოთ ხვალინდელი ამინდის პროგნოზი. ხვალ 11 აგვისტოს ბორჯომში ღამით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 19, მაქსიმალური 22 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. დილიდან მზიანი ამინდი იქნება. 10 საათისთვის ტემპერატურა 28 გრადუსი. 32 გრადუსამდე გათბება ჰაერი 13 საათისთვის. ასევე 22 გრადუსი დაფიქსირდება 16 საათისთვის. 22 გრადუსამდე დაიწევს სითბო 19 საათისთვის. იწვიმებს 22 საათისთვის ტემპერატურა 22 გრადუსი. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, მზიანი და ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი იქნება 12 აგვისტოს ტემპერატურა 33 გრადუსი. მცირე ნალექია მოსალოდნელი 13 აგვისტოს სითბო 31 გრადუსი. მზედა 33 გრადუსი დაფიქსირდება 14 აგვისტოს. 31 გრადუსი იქნება 15 აგვისტოს. 16 აგვისტოს 30 გრადუსი. ასეთი იყო ახალი ამბები დღეისათვის. სიუჟეტების ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია ბორჯომის ვებ გვერდსა და Facebook-ის გვერდზე. მე გემშვიდობებით, გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.